ქართველი გოგონების წარმატებაზე ვისაუბრებთ თქო დავპირდი მაყურებელს და თქვენს და ქართველი ხელბურთელი გოგონების გამარჯვებაზე უნდა მოვყვეთ ახლა. როცა ხელბურთზე საუბრობთ ხოლმე უმეტესად ალბათ მაყურებლი ძალიან დიდ ნაწილს მამაკაცთა ნაკრები ახსენდება, რომლებმაც არაერთხელ გაგვახარეს და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გასვლით სიამაყისაობი მოგცეს, მაგრამ არც ახალგაზრდა გოგონები ჩამორჩნენ. მათ მოკლედ პრიშტინას ახალგაზრდულ სასახლეში 19 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ზონის ერთა თასი მიმდინარეობს. საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შეხვედრით გაიხსნა ეს ღონისძიება და უმძიმეს ბრძოლაში მოახერხეს ჩვენმა გოგონებმა გამარჯვების მიღწევა. იმის მიუხედავად, რომ დიდი ბრიტანეთი გვიგებდა საკმაოდ დამაჯერებლად, რამდენიმე ბურთის სხვაობით, გარდამტეხი ამ შეხვედრაში აღმოჩნდა 56 წუთი, როცა მარიამ ლაფერაძემ ანგარიში გაათანაბრა 32-32 გახადა და 57 წუთზე კი დიანა არაბიძემ უკვე წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები და პლუს 3 ბურთიც ჩაიწერა აქტივში. შედეგად საქართველოს ნაკრებმა 1-0 გამარჯვებით გახსნა ბრიტანელებს 36-35 მოუგეთ და ბელგიასთან 3 დეკემბრის მატჩისთვის უკვე მიმდინარეობს მზადება. ასე რომ კიდევ ერთხელ მივუღოთ ჩვენს გოგონებს და უსურვოთ წარმატება უკვე ბელგიასთან გასამართ შეხვედრაში.